გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ავთო და სანამ დავიწყებდეთ ამ ვიდეოზე საუბარს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 100 გამოწერისთვის. ნუ ეს არც თუ ისე ცუდია და მედი მაქვს უფრო მეც მივახცევთ ერთად. ეხლა კი ამ ვიდეოში მინდა განახოთ თქვენ კიდევ ერთი ლამაზი ბანერი თქვენი არხისთვის, ანუ თქვენი არხის channel art-ისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაუძახოთ ამას cover-ი, ბანერი, channel art-ი, რაც გინდათ ის დაუძახეთ. მე უფრო ადვილად დაგიხსნით და გეტყვით, რომ ეს არის თქვენი არხის დიდი სურათი, მოკლედ რო ვთქვათ. ეხლა კი მოდი ვნახოთ ამ სურათის გადაკეთება. შევდივართ პირველ რიგში ჩვენს PSD ფაილში, ანუ Photoshop-ის ფაილში, მოკლედ რო ვთქვათ. და გვხვდება ესეთი სიტუაცია. ნუ ეს დავხუროთ, თქვენ რო ჩართავთ, ესე დახურული იქნება. აქ თქვენს მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი ლეიერების ჩამონათვალი. ამ ლეიერების ჩამონათვალში ხსნით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეცვალილი ტექსტი აქვს. გახსნით ამ ფაილს და პირველ რიგში ხედავთ official channel of I am text-ის მოიცადე ეცუთი ჯერ მივაახლოვოთ, რომ უგებ დაინახოთ. აი აქ ჩაწერეთ თქვენ რაც გინდათ. თუ გინდა დატოვოთ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის, ანუ ეს მიანიშნებს, რომ ეს არის official channel-ი და შემდგომ წერია აქ თქვენი არხის სახელი. ანუ აქ დააწყაბებთ თქვენი არხის სახელს, აი XD blog რო წერია ამჟამად, ამას დააწყაბებთ და შეცვლით აქ თქვენი სახელი, ამას შეცვლით თქვენი სახელი. შემდგომ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ესე იგი, მოდი ეს უკან დავაახლოვოთ ისევ, ანუ გავწიოთ უკან და გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ჩვენს ჩამონათვალში Twitter-ი და ასე შემდეგ. ამ ფაილს ასე დავარქვი, რომ უფრო ადვილი იყოს მისახვედრად. ანუ ეს ამ ფაილში არის მოთავსებული აი ეს ასე ვთქვათ სოციალური ქსელის ლინკები და ასე შემდეგ. ნუ აქ არის YouTube, აი გახსნით აქ და ნახავთ თქვენს YouTube-ს. შეცვლით აი ამ ადგილას თქვენს YouTube-ის ლინკს, აი აქ ჩაწერთ თქვენს YouTube-ის ლინკს და გამოჩნდება ჩვეულებრივად ლამაზად თქვენი YouTube-ის ლინკი. ასევე Twitter-ის და ასევე Facebook-ის. თავისთავად აქ ყველაფერი იქნება კარგად. მოდი აქ Facebook-ზე ეს პატარა ხარვეზით შევასწოროთ. ეცოდი. აი ეს ხარვეზი ყვითელი არ უნდა იყოს, Facebook-ი როგორც ვიცით არის ლურჯი და მოდი იყოს ლურჯი. ასე უფრო ლამაზად გამოჩნდება. ესე იგი, დანარჩენი ამებს თქვენთან გადააკეთებთ ყველაფერს რა როგორც გინდათ და გადავიდეთ მოდი შემდეგ. ეს დავხუროთ, ესე და გადავიდეთ შემდგომ სურათებზე და background-ზე. როგორც ხედავთ, აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ლამაზი სურათები, მაგრამ შეიძლება ყველას არ მოსწონდეს ამდაგვარი უკანა ფონი. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ სურათები და უკანა ფონი, არის ფოლდერი. და ამ ფოლდერში ნახოთ შემდგომ ქვევით აი ეს საკახალი, რომელსაც წერია BG, ანუ background-ი. ამ საკახალის გახსნის შემდგომ ჩამოვდივარ და ვხედავთ აქ ორ სურათს, მარცხენა სურათი და მარჯვენა სურათი. მარცხენა სურათი არის, რომელიც არის ჩვენს ბანერზე მარცხენა მხარეს და მარჯვენა სურათი არის, რომელიც არის მარჯვენა მხარეს. ჩვეულებრივად ჩართავთ ამ სურათს და მონიშნავთ უბრალოდ ამ სურათს და ნუ რა თქმა უნდა თუ შეცვლა გინდათ, შედიხართ ფაილში, აწვევით place და აქ მივუთითებთ თქვენთვის სასურველ სურათს. მაგალითად, მოდი იყოს აი ეს. მაგალითად აი ამ სურათს. და აწვევით Alt-ს და Shift-ს კლავიატურაზე მარცხენა მხარეს და აპატარავებთ იმ ზომაზე, რა ზომაზედაც გინდათ რომ იყოს და დააყენებთ თქვენს მარცხენა მხარეს. ნუ რა თქმა უნდა, ერთადერთი ეს მარცხენა მხარეს გვინდა, ამიტომ მოდი ამ სურათის მაღლა დავაყენოთ. აი ესე. დააყენებთ თქვენს მარცხენა მხარეს, ნუ თქვენთვის სასურველი სურათი, რაც გინდათ რომ მეყენოს, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ დავტოვოთ ის სურათი, რაც ამჟამად გვაქვს. ასევე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მარჯვენა მხარის სურათიც და შეცვალოთ აი ეს PNG, ანუ გამჭვირვალე ტრანსპარენტ სურათი. აი ეს დუმის სურათი. შეგიძლიათ დატოვოთ, შეგიძლიათ სხვა დააყენოთ, არც ეგაა პრობლემა. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ნუ აქ თუ გვინდა თქვენ ასასინის სურათი ჩასვით, ანუ რაიმე ისეთი სურათი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. ესე იგი. შემდგომ დავაპატარავთ, ესენი დავხუროთ ყველაფერი, დავაყენოთ ზომაზე. მას შემდეგ რაც დავამთავრებთ ყველაფრის გადაკეთებას და ჩვენ ბანერს მოვიყვანთ ჩვენ შტუაზე, ჩვენ გემოზე. შემდგომ ეს უნდა დავასეივოთ ჩვენთვის სასურველ ფორმატში, რათა დავაყენოთ ეს ყველაფერი შემდგომ YouTube-ზე. ამისათვის პირველ რიგში შემოწმეთ ხოლმე თქვენი სურათის ზომა, ანუ შედით აქ image-ში, შემდგომ ჩართეთ image size-ი, აი აქ, ან შეგიძლიათ უბრალოდ დააჭიროთ Alt, Ctrl, I-ს.
მაგრამ დავაჭიროთ ამას და აქ ვნახოთ ჩვენი სურათის ზომა. უნდა იყოს 2560 1440 პიქსელზე. დავაჭიროთ შემდეგ OK-ს. OK, შევიდეთ შემდგომ ფაილში და ვნახოთ აქ save as. ანუ shift control s. დავაჭიროთ save as და მოვნიშნოთ ის ადგილი, სადაც გვინდა რომ შევინახოთ ეს სურათი. შემდგომ აუცილებლად ფორმატში მოვუნიშნეთ აქ PNG, აი აქ PNG მოვუნიშნეთ აუცილებლად. ამ PNG-ს მონიშნის შემდგომ უბრალოდ დააჭირეთ save. მე უკვე შენახული მაქვს სურათი, ამიტომ დამიწერა რომ იგივე სურათი შენახვა გნებავთ თუ არაო. ამას დავუწვევი OK-ს და შემდგომ მონიშნეთ აქ smallets, slow, known და დააჭერეთ ისევ OK-ს. OK-ს დაჭერის შემდგომ დაელოდეთ აქ saving შეინახავს და უკვე მზად არის. ჩვენი სურათი მზად არის და შეგვიძლია დავაყენოთ უკვე ჩვენს YouTube-ის სახზე. და მოდი დაგემშვიდობებით, ეს იყო რის ჩვენებაც მე მინდოდა თქვენთვის ამ ვიდეოში. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ბანერი, გადმოიწერთ, დააყენეთ თქვენ არხებს და თქვენ სახს გახდით უფრო ლამაზ ვიდრე აქამდე იყო. ეხლა კი გემშვიდობებით. რა თქმა უნდა, ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდით და არხის გამოწერა. კარგად იყავით.